უამრავი ეს თემა. ილია არ იყო როგორც პურიზმის მიმდევარი, რომ ყველა ევროპული სიტყვისთვის ქართული სიტყვა შეგემუშავებინა. ამიტომ ამბობდა, რომ ლოგიკა უნდა იყოს, ახალი სიტყვა რატომ მოვიფიქროთ. ეს არის უნგრელები მაგალითად ასე აკეთებენ, რომ ყველა სიტყვას რა თავის სიტყვას უძებნიან. მოგეთ სოფელშიც ასე ერთგვარად. ანუ ესეთი არ იყო, მაგრამ ტერმინოლოგიაზე ძალიან მუშაობენ. იმიტომ ის ამბობდა, რომ შენ დიდარი არ არის ენა, როცა მასში არის ასეთი სიტყვები ბევრი. ტრიალი, ბრიალი, ფრიალი, პრიალი, ჭრიალი და ასე. ეს არ არისო ცნებითი ღირებულების სიტყვები. ეს არის არაფერი, ფრუტუნი, ბრუტუნი და სრუტუნი. ეს არ არის ენის სიმდიდრე. ენის სიმდიდრეა ცნებითი ღირებულების სიტყვები. ეს კი იქნება გონების მუშაობის შედეგად. როცა ჩვენ გავიაზრებთ, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ პოლიტიკური ერი და არა თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში, იმ ამაღლებულ პოეზიაში გრიგოლ ორბელიანის, რომელსაც გლეხები ვერ იგებენ, მაგრამ ძალიან ამაღლებულია ეს პოეზია, გაცლებით რომ ამაღლებული, ვიდრე თვითონ ილიას და აკაკის პოეზია, ის უფრო სტრუქტურირებულია სხვანაირად, განცდა იმის, რომ სხვა სამყაროსთან გაქვს საქმე. გრიგოლ ორბელიანის თამარ მეფის სახის ბეთანიის ეკლესიაში უფრო გაქვს, ვიდრე მამულო საყარაულო შენ როს გავაყავდები. იმიტომ ეს უფრო ქვემოთ არის, უფრო მისაწვდომია ყველასთვის. ბარათაშვილის პოეზია გლეხისთვის დაწერილი არ არის. ერთ-ერთი ლექსია ბარათაშვილის გლეხებისთვის დაწერილი. შენი ჭირიმე ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, ასეთი დღის დღემ გამიშთოვარო და ასე. ერთ-ერთი ლექსია ხალხურთულში დაწერილი. ნახე, რა თყვედრი კაცსა ბანოვანო პირულ მტკიცობას, გლეხი შუა ფრაზას გაწყვეტს და აღარ წაიკითხავდა. ანუ ილიას უნდოდა რომ სამი სტილის თეორია ანტონის დაერღვია და შეექმნა ერთიანი ენა. ეს ერთიანი ენა გაერთიანებდა ჰორიზონტალურადაც და გარკვეულად ვერტიკალურადაც. ამისთვის ილიას აყვედრია, რომ შენ აიმტრალე პირი, შენ რა დაადაბლე ქართული ენა. მართალია, გარკვეული ადრეთ მან დაადაბლა ქართული ენა. ამაში მას აკრიტიკებენ არა მარტო მინდროინდელი თავადაზნაურობა, არამედ აკრიტიკებენ შემდგომ ცისფერყანწელებიც. თქვა რომ შენო გადადემოკრატიულე პოეზიაო. აი პავლოიაშვილი წერს ტიციან ტაბიძე, რომ ეს ამითი დაუკარგე ის მისტიური ხიბლი პოეზიას, უცნაურობა. კი ბატონო, მაგრამ ილიას ხანერად ერთს ვერ შექმნიდა. მისი პოზიცია იყო, რომ ერი უნდა შეიქმნას. ილია შემოაქვს ლიბერალური პროექტი. ის ამბობს, რომ მონარქია აღარ გვინდა, ეს ახალი ერი უნდა ავაგოთ, ახალი ბურჟუაზიული ერი ფაქტიურად. მაგრამ ის ემიჯნება ევროპულ ლიბერალურ პროექტს იმით, რომ ამბობს, რომ აქაც უნდა იყოს მოვალეობითი სტრუქტურა. ილიას ლიბერალური პროექტი არის მოვალეობითი ლიბერალური პროექტი. რაც ჰიბრიდი გამოდის იმ ტრადიციულ ქრისტიანულ სტრუქტურასა, აი მონარქიულ სტრუქტურას, და შენ იბადები შენი მოვალეობებით და უფლება წინარუძღვის ამ მოვალეობას. უკვე ჩამოყალიბებული ღვთიური სტრუქტურები არის და შენ ამ სტრუქტურებში იბადები და მათში ცხოვრობ და ღირსეული ხდები თუ ამ სტრუქტურას კარგად გაიგე. პუშკინი უპირისპირდება ამას, არა რომ ამბობს, რომ რა უთხრა იმ ხალხს, რომელიც смотрят на жизнь как на обряд. ანუ თქოს მთელი ცხოვრება იყოს რიტუალი, აი რიტუალიზირებული ცხოვრება. რომ მე არა ვარ ადამიანი, თუ არ გავწირე თავი უფრო მეტისთვის, ვიდრე მე ვარ. მაგრამ ილია აი ამ თავგაწირვის მოდელს ტოვებს. და ამბობს, რომ მას დედის დუზუ კბილი შხამადად შერგებია მამულის სიკვდილი ვისაც დაზარებია. მაგრამ ამ დროს უნდა ბურჟუაზიული ერი შექმნას და ლიბერალური იდეები შემოიტანოს. ანუ გამოდის შემოქმედებითი ან ჰიბრიდული ლიბერალიზმი. რატო აკეთებს ამას ილია? ძველი ამაზე ვიყარგო. შეიძლება იმიტომ რომ უბრალოდ ქართველები არიან ასეთები, მათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ვიცხოვრო და არ ვამსახურო. როგორ შეიძლება ვიცხოვრო და თავი არ გავწირო. ჰაკიაძმა მითი არ არის. ჰაკიაძმას ვერ წარმოუდგენია რომ მან თავი არ გაწიროს მისი ბატონობა. და მისთვის ეს მონობა კი არ არის, მისთვის ეს თავისუფლების ყველაზე მაღალი გამოხატულება. ანუ ბევრი იყო ასეთი, არც ეს მოდა თუ რატო დავცილდე ბატონს, მე ხო ამას სიყვარულით ვემსახურები ჩემ ბატონს. სანდანან ბატონობის გადავარდნის მერეც ესენი უბრუნდებოდნენ თავის ბატონს. ყველა ლუარსაბი კი არა. მაგრამ მაინც ლუარსაბობა გაჩნდა საქართველოში. ცხადია, იმიტომ რომ ფუნქცია დაკარგეს ბატონებმა. კაცი ადამიანი რა არის? კაცი ადამიანი არის, როცა ავთანდილი გახდა ლუარსაბი. იმიტომ კაცი ადამიანი ავთანდილი არის. როგორც თავსანს იყენებს. მაგრამ ავთანდილი მაშინ ფუნქციონალური იყო. ის ასრულებდა ისტორიულ ფუნქციას. მაშინ ეს წოდება იყო ისტორიული დანიშნულებით. ეხლა ამ წოდებამ დაკარგა ეს ისტორიული დანიშნულება და ისე არის რუდიმენტა, ატავიზმი არის. ასე ატავიზმი იყო ლუარსაბი. პირველ რიგში იმიტომ რომ შრომის კულტურას არ ქნა, ბურჟუაზიული კულტურა არ ესმოდა და ეგონა რომ ყოველთვის გლეხები მარადიულად ეყოლებოდა, იმიტომ რომ ადამ და ევას დროიდან ასე დაუწესა ღმერთმა. და უკვე რომ მისი ძმა დავითი რომ გადის სამუშაოზე, ეს მიაჩნია სამყაროს აღსასრულის დასაწყისად. აი, რა თქმა უნდა, მეორედ მოსვლა იქნებოდა და ბატონი როგორ გავიდა მინდორში.
ილია ხედავდა რომ ხო ბატონები უნდა გავიდნენ მინდორში. შრომის კულტურა თუ არ შემოვიდა, ბურჟუაზიული სტრუქტურა თუ არ გავიგეთ, თუ არ მიხვდა ადამიანი რომ თვითონ უნდა შექმნას თავისი პირადი ძალისხმევით და მარიფათი, დოვლათი, მაშინ იარაღით მოსულმა რაც ვერ გვიქნა, იმას გიზამ შრომით მოსული. ილიას უნდა რომ აი მსგავსი შრომის კულტურა შემოსულიყო საქართველოში. ოთარანთქრივი სხვა არაფერი არ არის. ოთარანთქრივი გამოირჩევა ბატონებისგანაც და გლეხებისგანაც. ნუ არჩილი კი პროგრესული ბატონია, მაგრამ აი რუარცოტა არაპროგრესული ბატონიც კი გამოირჩევა. ოთარანთქრივი და გიორგი არიან ისინი, ვინც შრომისადმი აქვს განსაკუთრებული ევროპული დამოკიდებულება ფაქტიურად. ილია სვავს ევროპელს იმ თავის ქართლის სოფელში. ამიტომ გიორგი რო ნახავს რომ საქმე და საქმელი ერთმანეთს დაშორდა, ის ეს არის რელიგიური დანაშაული. და ამიტომ პროფეტულად წიხსაც კრავს და თვითონ წინასწარმეტყველია რომ ეს როგორ აკეთებ ამაში. შენ არ გոր ღვთიურ კანონს რომ შენ საქმე და საქმელი ერთმანეთს არ უნდა დაშორდეს. ანუ შრომისადმი აი ახალი დამოკიდებულება უნდა შემოიტანოს. ამიტომ მარქსისტებისთვის ილიაც იყო ეროვნული იდეოლოგია, რომელიც მარქსისტულ პროექტს უშლის ხელს. რატო უშლის? იმიტომ ილია გადაგებს კატეგორია ქართველს. მარქსი კიდე ამბობს რომ შეუძლებელია ხიდი გადო, ილია რო ამბობს ხიდი ჩატახილი ხიდი არა? მარქსი ამბობს შეუძლებელია ხიდი გადო დაპირისპირებულ კლასებში. კლასებმა უნდა იბრძოლოს აპარამუდაკნა. შენ თუ მათ შორის ხიდის გადება გინდა, შენ ხარ რეაქციონერი, რომელიც ეს რეაქციონერი მოდელი მერე ოდესმე მაინც დაინგრევა, იმიტომ რომ ისტორია ეს აუცილებლობით მივა პროლეტარულ რევოლუციამდე. მაშინ ილია არის ერთ-ერთი ის, ვინც აფერხებს ამ პროცესს, ამ მარქსისტული ხედვის მზეს ჩრდილოეთ საქართველოში. მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე დამაჯერებელი ვერსია, რომ ილია მოიცილეს მარქსისტები. იმიტომ რომ დააგვირეთ კამპანიაც იყო ილიას წინააღმდეგ გაზეთებში ცილს წამებდნენ, რომ აი 400 მანეთიანი ქურქი ეცვა და იქ გლეხებს ცემდნენ ცილწყალში აწამებდნენ და ეს ზემოდან იდგა და 400 მანეთიანი ქურქი და დასცინოდა და ასე შემდეგ. ილია წერდა, რომ რაც გავს ესო არ მესმისო. ჩვენო როცა პატიოსნად კამათობდითო მე და ნიკო ნიკოლაძეო ეროვნულ საკითხებზეო, ისე გავწარდითო, გავცხარდით ამ კამათში, რომ დუელშიც კი გამოვიწვიეთ ერთმანეთიო. მაგრამ ესენიო დუელში არ გამოგიწოვებო, ცილს დაგწამებოდო, მე როს დურში გესვრია ტყვიასო. რამდენიმე თვით ადრე ამბობდა ამას ილია. მე როგორ მოკლეს, რომ აპირებდა დუმაში წასვლას და სიკვდილით დაჟის წინააღმდეგ რომ რუსეთის იმპერიაში გაუქმებულიყო სიკვდილით დაჟი, ამას ამზადებდა ამ სიტყვას. და მე თვითონ ორი კვირით ადრე მოკლეს. და საინტერესოა ილიამ დაწერა სარჩობელაზე მოთხრობა, რომლის მერეც თბილისში არ დაუხრჩია ადამიანი. ანუ ამ მოთხრობამ იმოქმედა სოციალურ რეალობაზე. ისე რომ დიკენსმა იმოქმედა, დიკენსმა რომ დაწერა თავის რომანები, ბავშვების შრომა, მე ბავშვების ასე გამოყენება შრომაში აილადმა ინგლისში. ასე ილიამაც ამ მოთხრობით, ილიას მოთხრობის მერე ჩამოხრჩებით სიკვდილით აღარ დაუჟია თბილისში. ეს ვიდეო ილია მოკლეს და მოკლეს როგორც ჩანს მარქსისტებმა. შემდეგ მოხდა ილიას რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირის დროს, როცა სტალინმა დაუშვა ერის სახელმწიფოები, ამიტომ ილიას პროექტი გარკვეული შელამაზებული და ასე ვთქვათ გაცრილი სახით მიიღეს კომუნისტებმა და ილია იყო საქართველოს ეროვნული მეობის შემნარჩუნებელი და ასე და ბატონყობასთან მებრძოლი სახით. შემდეგ რა თქმა უნდა ილია მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არაფორმალურ მოძრაობაში 80-იან წლებში არაფორმალური მოძრაობისთვის ილიას და კაპიტალისტური პროგრამები იყო ერთად, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული ილიას სწორედ ესმოდა. ილია ესმოდა უფრო ეთნოცენტრულად აი ამ პერიოდში. მე ვაპარაკობ აი ზიად გამსახურდიას და ზიად გამსახურდიას მომხრეების ხედვას. როცა ეთნოცენტრულად გაიაზრეს ილიას იდეები, მართალია ილიას ეთნოცენტრული ჩანს, მაგრამ იმიტომაც ჩანს ეთნოცენტრული, რომ იმ დროს ეთნოს ემუქრებოდა გადაშენება. ამიტომ რეაქცია იყო ეთნოცენტრული, რა თქმა უნდა. მაგრამ არ არის ეს აუცილებელი ილია გახდებოდა ნაციონალ შოვინისტი და იტყოდა საქართველოს ქართველებისთვის. ამიტომ ილიას მემკვიდრეობა შეიძლება იყოს გამოყენებული ათასნაირად, როგორც ბიბლია შეიძლება იყოს გამოყენებული ათასნაირად. ილია ძალიან მრავალფეროვანია, მრავალხრივია. ამიტომ შეიძლება ის ბოროტათაც გამოიყენო, კეთილაც გამოიყენო. ან ყველაზე უარესი საერთოდ არ გამოიყენო, როგორც ხშირად ხდება და აქციამ მკვდარ ძებდა.